გამარჯობა, დღეს ჩვენთან ერთად არის თეონა აქუბარდია, რომელიც გახლდათ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წლებში, მაგრამ ჩემთვის მთავარი მხოლოდ ეს არ არის, ის გახლავთ თავდაცვის სამეფო კოლეჯის კურსდამთავრებული, ეს არის მნიშვნელოვანი და როგორც მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, მას ჰქონდა თავისი განათლების წონაც ამ მიმართულებით და სწორედ თეონა გახლდათ იმ პარლამენტში ის ადამიანი, რომელიც ხშირად საუბრობდა თავდაცვა და უსაფრთხოების თემებზე და საკითხებზე და დღის წესრიგში ჰქონდა ეს ყველაფერი. ახლა თეონა მე მინდა დავიწყო საუბარი ზუსტად იმ გამოწვევებით, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო. თუ კი შევხედავთ დიდ სურათს და მინდა რომ დიდ სურათში დავანახოთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს ის რაც ხდება რეგიონში მთლიანად, განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ზელენსკისთვის ანუ უკრაინისთვის სპეციალური შეიარაღების გადაცემის საკითხით, როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი, მიწვდება თუ არა მართლა მოსკოვს, იქნება თუ არა ძვრები და ეს ძვრები როგორ აისახება საქართველოზე. მოგესალმები გიორგი, მადლობა მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. დიახ, საქართველოს უსაფრთხოება ყოველთვის გამომდინარეობდა ერთის მხრივ საერთაშორისო კონტექსტიდან, რეგიონული და რა თქმა უნდა ეროვნული კონტექსტიდან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არ განუახლება 2011 წლიდან, ხოლო საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც კანონით უნდა ჰქონდეს ქვეყანას 2018 წლიდან არ გააჩნია, საქართველოს იგივე იქნება საერთაშორისო თუ რეგიონული კონტექსტი და მათ შორის ეროვნული დონის უამრავი გამოწვევაა და ახალი რეალობა ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს შავი ზღვის რეგიონში ის მიმდინარე ომი, რომელიც რუსეთმა ფართომასშტაბიანი აგრესიის სახით უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო და ეს იყო გაგრძელება საქართველოს წინააღმდეგ ომის 2008 წელს და მეორე მხრივ გვაქვს სრულიად შეცვლილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობა სამხრეთ აზერბაიჯანს შორის დასრულებული კონფლიქტის და იმ ახალი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესით, სადაც რუსეთი გარკვეულწილად რეგიონიდან იდევნება და დასავლეთი კიდევ უფრო მყარად შემოდის რეგიონში, მაგრამ აბსოლუტურად სხვა კონტექსტში, ვიდრე ეს აქამდე იყო, თუ გავიხსენებთ საქართველოს, რომელიც იყო დასავლეთის ერთ-ერთი დასაყრდენი რეგიონში, დემოკრატიის შუქურაც კი უწოდა მას პრეზიდენტმა ბუშმა, როდესაც ის თბილისში იყო ვიზიტით, საქართველო, რომელიც მიიწრაფოდა ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ და არაერთი მრავალეროვანი სწავლებები, სამხედრო სწავლებები ტარდებოდა საქართველოში, ჯერ კიდევ ტარდება, თუმცა იმ მასშტაბის აღარ, რაც მნიშვნელოვანი იყო საქართველოს როგორც მთავარი პარტნიორის წარმოჩინებისთვის, დასავლეთისთვის, დღეს ეს ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი, გამომდინარე იმ კურსის შეტრიალებით, რომელიც ადგილი აქვს საქართველოში. მათ შორის დემოკრატიის ავტორიტარიზმის ჩანაცვლებით და მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების იმ ლანძღვა გინების კორიანტელით, რომლის შეჩერებასაც მოუწოდებს დასავლეთი საქართველოს და დაკარგული სტრატეგიული პარტნიორებით, იქნება ეს შეერთებული შტატები, იქნება ეს დიდი ბრიტანეთი, იქნება ეს აგერ უკვე რუმინეთი, ჩვენ გუშინ გავიგეთ ამის შესახებ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ჩერდება და იმ ბუნდოვანი და საფრთხის შემცველი მომავლით, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს უდგას გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს არ შეუჩერებია მცოცავი ოკუპაცია, ანექსიური პროცესები ოკუპირებულ რეგიონებში და მთლიანად გავლენის ზრდა საქართველოზე, რაც რა თქმა უნდა საქართველოს არსებობას, საქართველოს სუვერენიტეტს კიდევ უფრო მეტ გამოწვევას უქმნის, ვიდრე ეს როდესმე ჩვენ გვახსოვს. შესაბამისად, თუ დავიწყებთ იმას საუბარს, თუ რა გამოწვევებია, რა თქმა უნდა, გამოწვევები მზარდია, თუმცა ეს გამოწვევები მზარდია ერთის მხრივ რუსეთის მხრიდან და მეორე მხრივ იმ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ადგილის დაკარგვიდან, რომელიც გვაქვს და მე ძალიან მენიშნა თომას მელიას ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან, როდესაც მან საქართველოსთან დაკავშირებით თქვა სტრატეგიული უმნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დასავლეთისთვის და ჩვენ ამ მნიშვნელობას
ვიყენებდით, რომ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში განსაკუთრებით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის იმ მნიშვნელობას, რითიც ნავთობს ადენები გავიდა საქართველოზე, აზერბაიჯანი და კასპიის ზღვის რესურსების მიწოდების გამტარი გავხდით ჩვენ დასავლეთისთვის და რითიც შევიძინეთ ის გეოპოლიტიკური წონა, რამაც შემდგომ უკვე გამოიწვია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოსთვის, იქნებოდა ეს დემოკრატიის თავდაცვის უსაფრთხოების კუთხით და მათ შორის ის ამბიციური განაცხადი ნატოსა და ევროკავშირში წევრობის კუთხით, რომელიც ყველაზე ხალხილულად ღია იყო ევროკავშირის მხრიდან და რაზეც სამწუხაროდ თავად ქართულმა ოცნებამ თქვა უარი. შესაბამისად, გამოწვევები მზარდია, თუმცა გამოწვევებთან ერთად სტრატეგიული მნიშვნელობის საფრთხე კიდევ უფრო მეტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ ეხლა ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესს, როდესაც რუსეთი, რომელიც იყო ყოველთვის ინიციატორი იმის, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობა არ ყოფილიყო და მას შემდეგ, რაც ყარაბაღის ომი დასრულდა, რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მშვიდობა არ ყოფილიყო რეგიონში და ეხლა უკვე ვხედავთ, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირები ერთმანეთს ღიად უკვე რუსეთის შუამავლობის გარეშე ესაუბრებიან, რაც მოხდა აბუ-დაბიში და ჩვენ ნახეთ მათ შორის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება ანკარაში, რომელმაც ღიად დაადასტურა ის შეთავაზება, რომ ამერიკულ კომპანიას ლოჯისტიკური მხარდაჭერა გამოეთქვა ზანგეზურის ზერაფნის გახსნის კუთხით და იმ 100 წლის ვადი კონტროლი და ეს იჯარის გადაცემაზე არის ეს ინიციატივა, თუმცა ამ პროცესში ყველაზე საგულისხმო და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რუსეთის სუსტება იმ ფონზე, როდესაც ის ახორციელებს ფართომასშტაბიან აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ უკრაინაში და დასავლეთთან და მათ შორის რუსეთის სუსტება სამხრეთ კავკასიაში, იმ რეგიონში, რომელიც ბუნებრივად ყოველთვის იყო მისი ინტერესის სფერო და გავლენის სფერო. და ამ ვითარებაში ერთადერთი საქართველო რჩება, სადაც მას აქვს ფაქტობრივად სრული კონტროლი, რომელიც დამატებით საფრთხეებს უქმნის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების იმ განზომილებად, რომელიც არის ნამდვილი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენული არჩევანი. და სუვერენული არჩევანი არ მხოლოდ საგარეო პოლიტიკის კუთხით, არამედ საშინაო პოლიტიკის კუთხით, რომელიც დემოკრატიას უკავშირდება. თქვენ თუ გაიხსენებთ რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციებს და 2005 წლიდან ღიად იყო რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციაში საუბარი იმაზე, რომ დემოკრატიები ფაქტობრივად რაც დასავლური ღირებულება არის, საფრთხეს უქმნიდა რუსეთის რეჟიმს ერთის მხრივ და მათ შორის ნატოში გაწევრიანება, რადგან ის ღიად საუბრობდა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის შემდგომ მან მიიღო კიდევ უფრო მეტი ნატოსთან საზღვარი, ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების სახით, რომელიც არასდროს არ იფიქრებდა ალბათ ნატოში წევრობას, რომ არა რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მან მიიღო რეალურად დასავლეთის ეს ერთიანი პასუხი, რომლითაც რუსეთი ხედავს, რომ ის ვერ მიიღებს იმ სტრატეგიულ მიზანს, რის გამოც ეს ომი დაიწყო და აქ საუბარი არ არის მხოლოდ ფინეთის და შვედეთის ნატოში წევრობაზე, არამედ მათ შორის იმ ერთიანი პასუხზე, რომელსაც ჩვენ ხედავთ დასავლეთიდან და იქნება ეს შეერაღების მიწოდება თუ იქნება ეს მათ შორის გრძელვადიანი უსაფრთხოების გათვლები, ახლა გუშინ გამოქვეყნდა საფრანგეთის მოტივის გამოქვეყნდა საფრანგეთის უსაფრთხოების მიმოხილვა, სადაც თავარი აქცენტი უკეთდება რუსეთზე, როგორც საფრთხეზე და მის შეკავების აუცილებლობაზე, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთს აქვს ეს აქცენტები და მათ შორის შეერთებულ შტატებს, რომლებიც ერთად დგანან დღეს იმ საფრთხის წინაშე, რომელსაც რუსეთი ქვია, თანამედროვე რუსეთი ქვია და ღიად საუბრობენ იმაზე, რომ თუ რუსეთის შეკავება არ მოხდება უკრაინაში, შემდეგი ომი იქნება რუსეთის უკვე ნატოს წევრ ქვეყნებთან და ამისთვის ემზადებიან, იქნება ეს თავდაცვის ბიუჯეტის ზრდით 5%-მდე ნატოს ბოლოს სამიტის ამას დაჩვენებდა, თუ ის იქნება ეს მათ შორის რუსეთის ჰიბრიდული ომის საფრთხებთან განყოფილების კუთხით, დეзинფორმაცია, პროპაგანდის და სხვა ამ ელემენტებისგან გამომდინარე შესაბამისად, ვითარებაში, როდესაც დღეს უკვე აღარ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ თუ რა არის რუსული რევიზიონიზმი და რას ნიშნავს თანამედროვე რუსეთი ცივილიზებული დასავლეთისთვის, შევადარებთ ამას 2008 წელს, როდესაც საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც ღიად ამბობდა, რომ
რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის პრინციპები და გამოიყენა სამხედრო ზალა კონვენციური ფართომასშტაბიანი ომის საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, დღეს საქართველოს აქვს როგორც საფრთხების, ასევე შესაძლებლობების ხანა, ასე რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ აი ამ შეცვლილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში და მათ შორის ამ ახალი სისტემის ჩამოყალიბების პროცესში საქართველოს მიიღო ის შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს გაცხადებული ინტერესები იყო. აი, აქ მინდა რომ გთხოვოთ აკონკრეტება პირველ რიგში ზანგეზურთან დაკავშირებით და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დათბობასთან მიმართებით და ამ ჭრილში ამერიკული კომპანიის ფრანგების დახმარებას და ბრიტანელების მონაწილეობას რეგიონში. ანუ აი ეს მზარდი ჩართულობა რეგიონში რაზე მიუთითებს საერთოდ, ანუ ეს არის ირანის მიმართულებით რაღაცა სვლები, რაღაცა პოზიციების გაძლიერება, თუ უბრალოდ მათი ინტერესი რეგიონის მიმართ გაიზარდა და აქ ჯერ არ არის საქართველო, თუ შესაძლოა რომ საქართველოს იყოს სადღაც მოაზრებული, თუ კი რაღაცა ცვლილება იქნა. აი, თუ შეგიძლია რომ ეს აგვიხსნა და დაგვანახო, ასე ვთქვათ, პერსპექტივაში. გიორგი, ის კონფლიქტი, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის იყო საბჭოთა მემკვიდრეობის შედეგად მაშინ როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, რეალურად საქართველოს აძლევდა გარკვეულწილად გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ესარგება იმ უპირატესობით, რომელიც ამ კონფლიქტის შემდგომ იყო შექმნილი, სომხეთს არ ჰქონდა სხვა გზა გარდა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებისა, ამ შემთხვევაში გასასვლელი, იმიტომ რომ სომხეთს თურქეთთან ურთიერთობა და საზღვარი შესაბამისად არ გააჩნდა, დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობდა, მათ შორის რაც ეხლა შეცვლილი, იმიტომ რომ პაშინიანი მათ შორის უკვე ანკარაში იყო ჩასული, რაც პირველი ფაქტი იყო ამ 30 წლის მანძილზე და მეორე მხრივ იყო რეალობა, როდესაც საქართველოს ხედავდა საფრთხეს რეგიონიდან გამომდინარე კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, რაც მოხდა და რაც დასრულდა იმით, რომ სომხეთმა დაინახა რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფასი, სამხედრო პოლიტიკური პარტნიორობის და ის ღია და აცხადებს დასავლეთისკენ სვლის ინტერესზე ევროკავშირის მიმართულებით. პაშინიანი იყო ბრიუსელში, ალბათ 2 დღის წინ, სადაც მან 2 მილიარდზე ორი კვირის წინ ერევანში. დიახ, ეს აქტიური მიმოსვლები მიმდინარეობს. შავი ზღვის სტრატეგია ევროკავშირის, რომელიც სამხრეთ-კავკასიაზე გადის, სომხეთ-აზერბაიჯანი და საქართველოს გულისხმობს, თუმცა საქართველოზე ჩანაწერია, რომ თუ საქართველო მოინდომებს ამ პროცესში მონაწილეობას, მხოლოდ მიესალმებიან, რომ ხედავთ, რომ საქართველოს არ სურს ამ პროცესში მონაწილეობა, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულწილად ეს კაცი არის დამოკიდებული დღეს ქვეყნის ინტერესები და არა ქვეყნის ინტერესებით განპირობებული მოქმედებები, გულისხმობ ივანიშვილის რეჟიმს და ამ ვითარებაში პაშინიანი, რომელიც ესაუბრება ალიევს, პრეზიდენტ ალიევს, გრძელვადიან მშვიდობაზე, ევროკავშირი, რომელიც დაინტერესებულია ღია და გრძელვადიანი მშვიდობის პერსპექტივით და სამშვიდობო შეთანხმებით და მათ შორის ზანგეზურის ეროვნების გახსნით და სწორედ აბუ-დაბიში ალიევთან შეხვედრის შემდგომ პაშინიანი იყო ბრიუსელში ჩასული და იქ ესაუბრა ევროკავშირის ოფიციალურად, ისევე როგორც საფრანგეთში პრეზიდენტ მაკრონს და სრულიად დასავლეთი გამოთქვამს მოლოდინს და იმედს იმისა, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმება იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მთლიანად რეგიონის სტაბილური და გრძელვადიანი განვითარებისთვის დასავლეთის მხარდაჭერით და რაზე არის აქ საუბარი? საუბარი არის დერეფანზე, ახალ დერეფანზე, რომელიც შესაძლებლობა იხსნება ეხლა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან როდესაც შეთანხმება 20-ში იქნა მიღწეული, რუსეთი უნდა ყოფილიყო აქ შუამავალი და რა თქმა უნდა რუსეთს თავისი პირობები ჰქონდა ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით, მაგრამ ვითარებაში, როდესაც აზერბაიჯანი ღიად უპირისპირდება რუსულ გავლენებს და ჩვენ ბოლო პერიოდში ხედავდით იმ მოვლენებს, რაც უკავშირდებოდა ერთის მხრივ სპუტნიკის თანამშრომლების დაკავებას, ინფორმით რა პრომეთეს ეს ნახეთ და მათ შორის რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანელი მოქალაქეების, აზერბაიჯანელების აზერბაიჯანელების მკვლელობას აქედან გამომდინარე ამ დაპირისპირებების სერიას რომელიც გრძელდება, სხვათა შორის ჯერ არ დასრულებულა, იმიტომ რომ გუშინაც დააკავეს. გუშინაც იყო დაკავებები რუსეთში ეთნიკური აზერბაიჯანელების, ეხლა დაპირისპირება გრძელდება, რაც აჩვენებს ერთ რამეს, გიორგი. ერთის მხრივ
რეგიონში ვითარება შეიცვალა იმგვარად, რომ რეგიონის ლიდერი არის აზერბაიჯანი, ობიექტურად ასეა და აღარ აპირებს ალიევი უფრო სიზმისთვის თავის დახრას, რასაც პუტინის რუსეთი წარმოადგენს და სწორედ აი ამას უყურებთ ახლა ჩვენ. მით უფრო მაშინ, როდესაც თურქეთთან მას გააჩნია მნიშვნელოვანი სამხედრო პოლიტიკური პარტნიორობა და ანკარა დაინტერესებულია იმით, რომ ერთის მხრივ მოხდეს ანგაზურის დერეფნის გახსნა, რაც მის ინტერესებისთვისაც მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აზერბაიჯანის, და მეორეს მხრივ ანკარა დაინტერესებულია იმით, რომ რუსეთის გავლენები, მზარდი გავლენები რეგიონში, საქართველოს მეშვეობით სამწუხაროდ უკვე იქნას შეკავებული და შემცირებული იმით, რომ ამერიკული ასე რომ ვთქვათ, მხარდაჭერით მოხდეს ამ სამშვიდობო პროცესის მიღწევა. ჩვენ არ ვიცით როგორ დასრულდება ეს პროცესი, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, თუმცა ის რომ შეერთებული შტატების ელჩმა ანკარაში ეს ღიად განაცხადა, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ თავად ანკარა არის დაინტერესებული იმით, რომ რუსეთის ნაცვლად იყოს შეერთებული შტატები ამ დერეფნის უსაფრთხოების მთავარი გარანტორი, რაც რა თქმა უნდა გამორიცხავს იმ საფრთხეს, რაც რუსეთიდან რეგიონში მათ შორის რუსეთის ინტერესებს უკავშირდება და იმიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რაიმე უბედურება ჩვენს რეგიონში დატრიალებულა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ და დამოუკიდებლობის აღდგენის იყო მხოლოდ რუსეთის მეშვეობით და რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. რუსეთი ქმნიდა კონფლიქტებს ერთის მხრივ ჩვენ ორ მეზობელს შორის, ისევე როგორც ის კონფლიქტები, რომელიც იყო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში, რა თქმა უნდა, რუსეთის დიდი მეცადინეობით და შუამავლობით და აქტიური ჩარებით მიმდინარეობდა და ამიტომ ეს ისტორია გარკვეულწილად წარსულბარდება და ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ თუ სად დგას დღეს საქართველო და სად არის საქართველო, აბსოლუტურად აი მოდი მივიდეთ საქართველომდე. მივიდეთ საქართველომდე. და ირანს შეიძლება დავამატეთ ირანსაც დავამატეთ ირანთან მიმართებაში ბოლო პერიოდში ის დარწმუნებული რომელსაც ადგილი ჰქონდა ისრაელიდან და შეერთებული შტატების მხრიდან აბსოლუტურად ცვლის ასევე რეგიონში ვითარებას ერთის მხრივ ჩვენ გვახსოვს ირაკლი კობახიძე რომელიც სატრიალში იყო ირანში და შემდგომ უკვე ინაგურაციაზე პრეზიდენტის რამაც მნიშვნელოვანი გულისხმობა გამოიწვია როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების იმიტომ რომ იქ სადაც იდგა ირაკლი კობახიძე ღიად იყო შეძახილების სიკვდილი ამერიკას სიკვდილი ისრაელს და ირაკლი კობახიძე იდგა იმ ხალხთან რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო მოქმედებები ჰქონდა განხორციელებული გულისხმობა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარებას იქნებოდა ეს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი რომელიც ახლა უკვე გაქცეულია მოსკოვში და იქაც შეცვლილი ვითარება თუ სხვა პირები და ამ ვითარებაში მათ შორის ეს ვიზიტები იყო გარკვეულწილად ამერიკისთვის სილის გაწვნის მაჩვენებელი იმ ხნად იმ ამერიკისთვის რომელსაც ბიზნეს იუნიშვილი თავად ღიად აბრალებდა რევოლუციების და გაატრიალებების მოწყობას ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაც მათ შორის პენჭები იყო დასავლეთის მისამართით ნასროლი რომ თითქოს დასავლეთმა აიძულა საქართველოს ამ ომში ჩართვის ისე რომ რუსეთი ანგელოზი იყო მიუხედავად იმისა რომ ყველამ ვიცით რომ რუსეთმა დაიწყო ეს ომი და ეს აღიარებულია მათ შორის როგორც ტრანსპორტში და ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამიტომ ეს გარკვეულწილად შეტრიალება რუსეთის ისევე როგორც ქვემო ქართლში რამდენიმე კვირის წინ მაგალითად ირანის პოლიტიკური ლიდერების პლაკატები მომსვლელობა პრეცედენტი იყო და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას რომ მინიმუმ ჩვენი სპეცსამსახურები არიან პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული შიდა პოლიტიკას გულისხმობდა არა იმ ინტერესების რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი და საფრთხეები არის უამრავი მათ შორის ღია მუშაობა რუსეთის სპეცსამსახურების შესახებაზე არაერთი საჯარო ცნობების ვრცელდება და ამ პროცესებში გარკვეულწილად აი ეს დაპირება რომელიც მშვიდობას უკავშირდებოდა ბიზნეს იუნიშვილის მხრიდან არის სრული სიყალბე იმიტომ განატებით საფრთხეებს ქმნის სწორედ გრელოდენი მშვიდობისთვის საქართველოს როდესაც საუბრობთ
რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, იმ შემთხვევაში თუ სამშობლო შეთანხმება იქნება ხელმოწერილი და აქ რუსეთის გავლენები იქნება შემცირებული, ეს გრძელვადიანი მშვიდობისთვის და რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობას ქმნის, მაგრამ ჩვენ გვაქვს საფრთხე აქ, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ჩვენს გარეშე, ჩვენი ინტერესების გარეშე და ჩვენ ვიყოთ გარკვეულწილად შეყუჟულები ჩვენს ნაჭრში და ეს პროცესები მიმდინარეობდეს ისე, რომ საქართველო არც არ იქნება და საქართველო დარჩეს რუსეთის აი გავლენების აქ მინდა ერთ-ერთი კითხო. ობიექტი რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამას გამოიყენებს, რა თქმა უნდა, დამატებით ბერკეტად, მათ შორის ჩვენი ორი მეზობლის წინააღმდეგ. აქ მინდა გკითხო თეონა, როგორც ექსპერტს, როგორც ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ადამიანს და ადამიანს, რომელსაც განათლება აქვს სწორედ ამ მიმართულებით მიღებული, საკმაოდ წონიანი, რა ეროვნული ინტერესები აქვს ახლა საქართველოს? რა იკვეთება? ჩვენ ვიცით, რომ სტრატეგიული დოკუმენტები 2011 წლიდან არ განახილებულა, ვიცით, რომ არც უსაფრთხოების საბჭო არ არსებობს და არც უშიშროების საბჭო არ არსებობს, ვიცით, რომ რაღაცა რეფორმები განხორციელდა, რომ საგარეო დაზვერვის სამსახური შეუერთდა სუს, შინაგან საქმეთა რეფორმა სამინისტრო პირველი ვიოლინო, რეფორმა კონსტიტუციური თავდაცვის სამინისტრო სადღაც არის, არ ვიცით სად. საერთოდ რა ეროვნული ინტერესები გააჩნია ჩვენ სამშობლოს? ანუ შეგიძლია თუ არა შენი გამოცდილებაზე დაყრდნობით გითხრა, რომ აი საითკენ მივდივართ? რა გვინდა საერთოდ? გიორგი, დღეს მე ვერ გეტყვი ჩვენ რა გვინდა გამოხატულების პროცესი, იმიტომ რომ ერთ-ერთი რასაც ვთქვი, ეს არის ბიზნეს რა უნდა. და ბიზნეს რაც უნდა, იქიდან გამომდინარე ფორმირდება ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკა სამწუხაროდ, ოღონდ მხოლოდ ბიზნეს მხრიდან და არა რაღაცა ინსტიტუციური, კოლექტიური მექანიზმის მხრიდან, როგორც იყო ეროვნული უშიშროების საბჭო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, სადაც კოლექტიურად მთავრობის წევრები ახორციელებდნენ თათბირს და გაწერილი სტრატეგიიდან გამომდინარე მოქმედებდნენ, ან მათ შორის იგივე დიპლომატია, რომელიც აუცილებელი განზომილებაა პოლიტიკური მიზნების და მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების მიღწევის. ეს დიპლომატიას აღარ არსებობს, გარდა იმისა, რომ არაერთი ღირსეული დიპლომატი გამოყარეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და მათ შორის თავდაცვის სამინისტროდან იმის გამო, რომ ისინი კონსტიტუციის ერთგულებაზე ღიად საუბრობდნენ და კონსტიტუციის ერთგულება გულისხმობს 78 მოხს კონსტიტუციის, ნატოსა და ევროკავშირის წევრობის. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ არ არსებობს საქართველოს ინტერესები, რომელიც ერთის მხრივ ხაღალზე იქნებოდა დაწერილი და მეორეს მხრივ რომლის შესრულებაზეც იმუშავებდა ინსტიტუტები, იმიტომ რომ დღეს ყველა ინსტიტუტი არის ბიზინა ივანიშვილის ასე ვთქვათ ჯიბეში, საქართველოს არის მიტაცებული ამ ერთი კაცის მხრიდან და ღიად ხედავთ იმას, რომ ერთ-ერთი რაც პერსპექტივა საქართველოს აქვს, ეს არის რუსული ტიპის ავტორიტარიზმი და რუსული გავლენები. მე კიდევ დამატებით საფრთხეებს ხედავ ამ პროცესებში, იმ შემთხვევაში თუ ცვლილებები არ მოხდა პოლიტიკურ დონეზე და ეს საფრთხე, რა თქმა უნდა, უკვე სუვერენიტეტის დაკარგვას უკავშირდება და ის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთის მოთხოვნა ძალის გამოუყენების შეთანხმების ხელმოწერაზე ცხინვალთან და აფხაზეთთან, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ თუ ამაზე წავა ივანიშვილი, ეს პირდაპირ აღიარებას ნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის, რაც საბოლოო ჯამში არის დასასრული სუვერენიტეტის იმ ინტერესის, რომელიც საქართველოს გააჩნია ბოლო 30 წელია მას შემდეგ, რაც ამ კონფლიქტებით რუსეთმა მოახდინა გავლენა საქართველოს სუვერენიტეტ ტერიტორიულ მთლიანობაზე. ამიტომ იქნება ეს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხე და მოწოლა რუსეთიდან, რასაც ვეღარ გაუძლებს ბიზინა ივანიშვილი, რაც არ უნდა ამას რეაქცია მოყვეს ქვეყნის შიგნით. იქნება ეს მათ შორის სუვერენული არჩევანი, რაც გულისხმობს საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრობის და ცივილიზაციური არჩევანია, არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის. იქნება ეს ის არჩევანი, რომელიც დემოკრატიის სახით კონსტიტუციაში გვიწერია, რომელიც აღარ არსებობს. არჩევანზე ჩაგიკითხები, თეონა, ანუ გავიგეთ 28 ნოემბრის განცხადების შესახებ ეს საყოველთაო ცნობილია, რომ იქით არა. ხო? შესაბამისად, ჩნდება კითხვა, მაშ საით?
ანუ მაი. აი, ხო, თუკი საინტერესო რა თუკი არის, ძიები? მაგალითად რეფორმა მიმდინარეობს საგარეო აზიური საქმეთა ვექტორი არის სამინისტროსთან თუ ნატო არა და ეს? ევროკავშირის დეპარტამენტები იქიდან უბრალოდ მოიშორეს და აღარ არსებობს იგივე თავდაცვის სამინისტროში და ასე შემდეგ, მაშინ ლოგიკური კითხვა არის, ხო? თუ არ მიდიხარ ერთი მიმართულებით, მაშინ მიდიხარ მეორე მიმართულებით. ეს მეორე მიმართულება იქნებ შენ გითხრა რა არის. როდესაც დაიწყო კურსის შეტრიალება, პირველი, ასე ვთქვათ, ტრაექტორიის შეცვლის დემონსტრაცია იყო სრულიად მოულოდნელად ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება. და ეს მაშინ, როდესაც არც პარლამენტის საგარეო პოლიტიკის რეზოლუციაში არ ეწერა რაიმე ამ ტიპის, რომ ამ გზით უნდა წავსულიყავით და რა თქმა უნდა, ბუნებრივია, არც რაიმე ტიპის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში. როდესაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია გამოვიდა, მე ვიყავი ეს დეპუტატი, რომელმაც პარლამენტში მოიწვია საგარეო საქმეთა მინისტრი, მაშინ ილია დარჩიაშვილი იყო. და კითხვები დაუსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რა საგარეო პოლიტიკის ინტერესს ემსახურებოდა ეს ყველაფერი. ხა ჩინეთთან, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ჩინეთი დიდი სახელმწიფო, ჩვენ მქონდა მნიშვნელოვანი შეთანხმებები თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ის თვითონ ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც გაფორმდა, იქ იყო ძალიან საინტერესო ის, რომ საქართველო აღიარებდა ტერიტორიულ მთლიანობას ჩინეთის, თუმცა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღიარება ტექსტში არ ხდებოდა. რაც რა თქმა უნდა არის საქართველოს სუვერენიტეტის კუთხით გამოწვევა მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი არასდროს არ უჭერდა გაეროში მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დევნილების დაბრუნებას, მათ შორის თავის საცხოვრებელ ადგილებში, ცხინვალსა და აფხაზეთში. და ერთი, როდესაც ეს არ არის ჩანაწერი, მეორე, როდესაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის გამოცდილება მმართველობის ფორმა უნდა გაეზიარებინა ქართულ ოცნებას, რომელიც ტექსტშია და რომელიც ღიად უპირისპირდება ნატოში წევრობის და დემოკრატიის განაცხადს და მათ შორის ის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა, რომელიც ღიად ანტი-ნატოს ინიციატივა არის ჩინეთის მხრიდან. ამიტომ ეს იყო პირველი განაცხადი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის და შემდგომ იყო ირანში ვიზიტი. აი, როდესაც მეგობარ აქტს ვაანალიზებთ, რომელიც ინიცირებულია სენატში, შეერთებული შტატების, იქ ღია წერია საქართველოს კავშირები რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან და ეს აჩვენებს იმ ტრაექტორიის ცვლას ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის, რომელიც ღიად მიმდინარეობს დღეს. ამიტომ ვინმე შეიძლება თქვას ის, რომ ქართულ ოცნებას აზიური ვექტორი აქვს, დასავლური ვექტორის ნაცვლად უკვე არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ ბალანსის პოლიტიკა ისტორიულად მათ შორის საქართველოსთვის იყო შესაძლებლობა ერთის მხრივ ცივილიზაციური არჩევანის განხორციელების დასაწყისიდან, მეორე მხრივ ყველაფერს გაკეთება იმისთვის, რომ რუსეთის მხრიდან კონფლიქტის თავიდან არიდება მომხდარიყო და ბუნებრივია ეს საფრთხე არცასად არ წასულა რუსეთის მხრიდან, მაგრამ დღეს რასაც ჩვენ ხედავთ, რეალურად ეს არის რუსეთის ვექტორი და არა აზიური ვექტორი და ამას აქვს თავისი არაერთი არგუმენტი თუ რატომ არის ეს რუსული და არა ასე ვთქვათ აზიური, მით უფრო იმ გეოგრაფიაში და იმ ოკუპაციის პირობებში, რომელშიც საქართველო არის. შესაბამისად, როდესაც ჩვენ საუბრობდით 2016 წელს შენ გახსოვს პირველი განაცხადი გაკეთდა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე რუსეთის დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ, ჰიბრიდულ საფრთხეებზე, რომელიც 2017 წელს სახელმწიფომ აღიარა და თავდაცვის სტრატეგია იყო ესეთი დოკუმენტი, სადაც ჰიბრიდულ საფრთხეებზე აქცენტი იყო გაკეთებული ეროვნულ მედეგობაზე და საზოგადოების და ხელისუფლების ერთობაზე, მათ შორის მესამე სექტორის, კერძო სექტორის იმისთვის, რომ შევწინააღმდეგებოდეთ ამ ჰიბრიდულ საფრთხებს. აი, დღეს ეს ყველაფერი თითქოს არა მტრის მხრიდან, არამედ საკუთარი ქართველების ხელით მიმდინარეობს, იმიტომ რომ ის დაპირისპირება და დაყოფა, რომელიც საზოგადოებაში არის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ასუსტებს საქართველოს მედეგობას, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის ნაწილი იყო ეს ყველაფერი, ის დაპირისპირება ჩვენ დასავლელ მეგობრებთან, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მარტო ტოვებს რუსეთთან საქართველოს და კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის და მათ შორის ის ღია მუშაობა რუსეთის სპეცსამსახურების ფარული თუ ღია ოპერაციები, რომელიც ხელის გულზია და ნარიშკინი, რომელიც რუსეთის გაზური სამსახურის ხელმძღვანელია, როდესაც გამოდის ტექსტით და არც თუ ისე იშვიათად გამოდის და საარჩევნო პერიოდში დაიწყო ჯერ კიდევ და შემდგომ ათზე მეტი განცხადება აქვს გაკეთებული ესვე არის, ხო? დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით განსაკუთრებული შეტევა რუსეთის, რომელსაც შემდგომ ქართული ოცნება ღიად იმეორებს, იმიტომ რომ დიდი ბრიტანეთი იყო
ის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის შეკავება თავის სტრატეგიის მნიშვნელოვან განზომილებად დაასახელა, მით უფრო მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს არ წარმოადგენს Brexit-ის შემდგომ და დიდი ბრიტანეთს აქვს ამის რესურსი რუსეთის შეკავების კუთხით. საქართველოს случае მე მახსოვს, როდესაც ომი დაიწყო რუსეთმა ფართომასშტაბიანი უკრაინაში, ბორის ჯონსონი იყო ის პირველი ლიდერი, ასე ვთქვათ, ევროპული სახელმწიფოების, ბრიტანეთის პრემიერი, რომელმაც ღიად თქვა, რომ ეს ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო, არის გაგრძელება იმ ომის, რომელიც მან საქართველოში დაიწყო. და ყველაზე მკაფიოდ ბრიტანეთი ხედავს რუსეთის შეკავების აუცილებლობას და ის სტრატეგიას, რომელიც მათ შორის დიდმა ბრიტანეთს ახლა განაახლა, აქაც რუსეთის შეკავებაზე მნიშვნელოვანი განზომილება მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ საქართველოს როგორც ესეთი ამ სტრატეგიაში აღარ არის ნახსენები. სწორედ იმ ვითარების გამო, რომელიც ივანიშვილმა საქართველოში შექმნა, მაგრამ რა თქმა უნდა, აი ახლა ამას წინათ ვკითხულობდი მოლდოვას პრეზიდენტ სანდუს ინტერვიუს, ძალიან კარგად იცის დასავლეთმა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა იქნება წარმატებული მოლდოვაში, ამას გავლენა ექნება ევროპის ქვეყნებზე და კარგად იციან მათ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში იქნება წარმატება რუსეთის ამ ჰიბრიდული ომის ტაქტიკის, რომელიც ეს ხილულად მიმდინარეობს საქართველოში, ამას გავლენა ექნება მათ შორის სამხრეთ კავკასიაზეც და ამ ვითარებაში ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს დასავლეთის მხრიდან, მათ შორის სუვერენიტეტის კუთხით მიუხედავად იმისა, რომ თავად ქართული ოცნება აღარ თხოვს ჩვენ პარტნიორებს სუვერენიტეტის მხარდაჭერას და აგერ ბოლოს EUTHOS სამიტზე ხმაც კი არ მისცეს რეზოლუციას, იმიტომ რომ მათი რეჟიმისთვის ის ჩანაწერი არ იყო მისაღები, რომელიც იქ ეწერა, მიუხედავად იმისა, რომ სირიის ახალ მთავრობაზე იყო მოწოდება უკან წაეღოთ ახალგაზრდა ცხინვალის დამოუკიდებლობის დამოუკიდებლობის აღიარება, ისევე როგორც უკან გაეყვანა რუსეთს ჯარები და წაეღო დამოუკიდებლობის აღიარება ამ ოკუპირებული რეგიონების. ამიტომ დღეს ვითარებაში გვაქვს იმგვარი, რომ დასავლეთი აგზელებს ქართული ხალხის ხარდაჭერას და მათ შორის იმ მოლოდინს, რომ ის ბრძოლა, რომელიც ქართულ ხალხს 200-ზე მეტი დღე აქვს დემოკრატიის და ევროპული მომავლის დასაბრუნებლად, იქნება საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულებული, იმიტომ რომ ეს არის ხალხის არჩევანი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. შესაბამისად, ეს პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოპტიმიზმით შეიძლება არ გამოვირჩეოდე, პირდაპირ ახდენს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ეროვნულ ინტერესებზე გავლენას და რაც არ უნდა გააკეთოს ბიზნესმენმა, რომელმაც ფაქტობრივად ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე, აი როგორც კი ომი დაიწყო რუსეთმა ფართომასშტაბიანი უკრაინის წინააღმდეგ, მაშინვე გამოჩნდა ეს შეცვლილი კონტურები საგარეო კუთხით და მაშინვე ჩანდა ის, რომ ბიზნესმენშულს ვერ წარმოუდგენია რუსეთის მარცხი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ესე მიმდინარეობს და ახლა კითხვაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტ ზელენსკისადმი მოსკოვის დაბომბვასთან დაკავშირებით და მისი პასუხიც არ იყო შემთხვევით და ის განცხადებას, რომ თუ არ იქნება სამშვიდობო გრძელვადიანი შეთანხმება მიღწეული, პუტინი მიიღებს პასუხს შეერთებულ შტატებთან, გარდა იმისა, იმ რა შეიარაღებასაც კიდევ დამატებით მიაწვის უკრაინას. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს, რუსეთი უკვე სტრატეგიულად დამარცხებულია უკრაინის წინააღმდეგ და მათ შორის დასავლეთის წინააღმდეგ და დროის საქმეა თუ როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, გულისხმობს სტრატეგიულ მარცხს და სხვა დანარჩენი უკვე რა თქმა უნდა ომის თეატრზე გამოჩნდება. ისევე როგორც შეუძლებელია რუსეთმა დაიბრუნოს გავლენები სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ორ მეზობელზე იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ერთადერთი რჩება საქართველოს, რომელზეც რუსეთს აქვს სრული კონტროლი და ვფიქრობ, რომ ესეც დროებითი მოვლენაა, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური ცვლილებები, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს მათ შორის ქვეყნის შიგნითაც ცვლილებებზე, უბრალოდ დროის საკითხია ეს, მაგრამ რა ფასი დაუждება საქართველოს პოლიტიკური ფასი, აი ეს არის აქ მთავარი საფრთხე და მაშინ, როდესაც ყველაზე სუსტია საქართველოს რეგიონში იქნება ეს თავდაცვის უსაფრთხოების ჯარის კუთხით თუ მათ შორის ეროვნული თანხმობის კუთხით, რამდენად შეუსწავა რუსეთი მოთხოვნებში საქართველოს წინააღმდეგ და რამდენად დაყვება ნებას ივანიშვილი რუსეთის, აი ეს არის თავარი კითხვა გარდა იმისა, რადგან ახლა უკვე ვისაუბრე. თეუნა, ძალიან დიდი მადლობა შენი დროისთვის და საინტერესო საუბრისთვის და შენი ცნებართ აუცილებლად დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა თქვენ.